ისეთ ასაკში მოусმინე, რომ არ მეგონა მაშინაც თუ შეიძლება და ესეთი აბსურდული იუმორი ქონებოდა ადამიანს რა. ანუ ეგ იყო ჩემთვის ძალიან კაცი, იმიტომ რომ ამ ბოლოს მოусმინე რა ეს მესაფლავის ის სტენდაპი. სტენდაპის ამ ენის სტენდაპი მაშინ რაღაცნაირად ისე აღვიქონდი რომ რაღაცა ძველმოდურსა ვერ ვიტყოდი რაღაცა ის, მაგრამ ხო არ ვიყავი დაკვირვებული თუ მაშინაც თუ შეიძლება და ესეთი აბსურდული იუმორი ყოფილა. გვიან აღმოაჩინე შენი წინაპარი. აღმოაჩინე ჩემი წინაპარი ხო მაგმეზე ვთქვა და ისა რა ქვია. თან საინტერესო არის მაგამ ბავშვი ის რომ ერთ-ერთი ჭიათურელი კოლორიტი ადამიანის ის აქვს აღებული პატივცემულს რა არსებობდა ესეთი ადამიანი ჟორია ხო ერგემლიძე ეს საინტერესოა ხო რომელიც როგორც მოყოლებიდან ვიცი რა ისე რამე ის გადაჭრით არა მაგრამ როგორც მითხრეს ჟორიას ასე რომ ვთქვათ ჟორია ქონდა აღებული ამ პატივცემულს ხო პერსონაჟი და აი ჩემთვის იყო საოცარი რამ რა რაც ვნახე ალბათ და პირველ რიგში ხო მაინც ანტლაძეს ვიტყვი წინაპრად რა ჩემთვის მაგაზე მაღალი დონის არავინ არ ამეორდები და არ ვიტყვი სატელევიზიო შოუებიდან ისევე ბატონ მოდერს დავასახელებ იმიტომ რომ ეგრეგულიანად და უწრფელად მე არაფერზე არ მიცინია